გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მოგეთ მეტი мотивация იმყოფება ძალიან საინტერესო პიროვნებასთან ნუგზარ მოლაშვილთან, ესე რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გელოდებათ. მოდი შევხვდეთ. მოგესალმებით ბატონ ნუგზარ, როგორ ძადებით? კარგია, თქვენთან შეხვედრა და საუბარი და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო გადაცემა ელოდება მეტი мотиваციის მაყურებელს და ზოგადად შემეცნებითი გახდა ამ ბოლო დროს მეტი мотиваცია და ჩვენ ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ ამ გადაცემის სრულობისას სხვათა შორის და ბევრ საინტერესო თემას შევეხებით, თუმცა ახლა ვიმყოფებით ძველ თბილისში და რა განსხვავება ძველ თბილისს და ახალ თბილისს შორის ჰარმონიებია, როგორ შეიძლება რას გავიხსენებით? საინტერესო, როგორც ყველა ძველ ქალაქს, ფაქტობრივად ორი საფეხური აქვს ჩვენს დედაქალაქს. მე-19 საუკუნემდე და მე-19 საუკუნის შემდეგ, მე-20 საუკუნემ საერთოდ სრულიად შეცვალა ხედები, ეგრეთ წოდებული მასივები ჩამოყალიბდა დედაქალაქში და ესეც ახლა ძალიან ძველი თბილისი არ არის. ეს ნაგებობები ალბათ მე-19 საუკუნის არის, მაგრამ კარგია რომ შენარჩუნებულია, კარგია რომ გალამაზებულია და როგორც ნათქვამი არის ლექსებში, დღითი დღე მშვენდება და ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ყველაზე ძველი ნაგებობა დღეს რაც არის თბილისში შემორჩენილი, არის ანჩისხატის ტაძარი. სათახლა 9 მილიონი მოსახლეობა და 1 მილიონი ნახევრიანი მოსახლეობა. ისიც კი არის, ახლა ძალიან რო არ გამოგვივიდეს აქ რომ ეს თბილისელობაც რაღაცა ინდულიგენციად რო არ იქცეს და რადგან შენ თბილისში ხარ დაბადებული და გაზრდილი, ყველაფრის უფლება გაქვს და შენ ახარ მეფე და შენებაზე იცხოვრო, არა? როგორც ხშირად არის ხოლმე პასუხისმგებლობა მეტი გეკისრება თუ ფიქრობ რომ მართლა ქართველი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, თბილისელი ხარ თუ გორელი ხარ თუ რუსთაველი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა. ანუ როგორც უნდა გიყვარდეს სამშობლო, ისე შენი ქალაქიც უნდა გიყვარდეს, უბანიც უნდა გიყვარდეს და ოჯახი და თავისთავად. გენიალური სიტყვები. შვილები. გენიალური სიტყვები. თავისთავად. მოგეთ რა შევლინდება ქართული იდენტობა, რა უნდა შევინარჩუნოთ და რა უნდა გაუშვათ ბატონო ნუგზარ ასეთით. გეტყვი რომ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში უფრო ოფიციალურად დაისვა ეგ საკითხი, ხელისუფლება დაინტერესდებდა, კიდევ კომუნისტური ხელისუფლება ზოგადად იდენტობით და გაჩაღდა ბრძოლა გადმონაშთების წინააღმდეგ. მე არ მახსოვს რომ რამე დასკვნები მიიღოთ. ჩვეულებრივად ყველაფერი რაც მასობრივი იყო ფაქტობრივად ეს ქორწილები, ჯერის ქელეხები რაღაცები გადმონაშთებად გამოცხადდა და ფაქტობრივად აიგრძალა კიდეც, მაგრამ სხვა რამე მე არ მახსოვს რომ რამეს შეხებოდნენ. აი ცოცხალ ერებთა შორის ფაქტობრივად ერთ-ერთი ვართ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, სადაც ჩამოვყალიბდით. ნუ ენაც დაახლოებით, რა თქმა უნდა, იცვლება, მაგრამ სულ ცოტა ალბათ 5000 წელია დაახლოებით ასე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ამ ტერმინებით არა. ნუ ფუძე ენა შენარჩუნებული გვაქვს. ნუ სარწმუნოება არა, რომ გარკვეული პერიოდი წარმართული სარწმუნოება გქონდა და ეს ბოლო 2000 წელი, ასე ვთქვათ, და მე ახლა 1700 წელი მომავალ წელს სხვათა შორის საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სრულდება და ფიქრობ, რომ სახელმწიფოცა და ერიც დიდი ზეიმით უნდა შეხვდეს ამ ამბავს. ხო და რა უნდა გაუშვათ, აი რა უნდა შევინარჩუნოთ, რა უნდა გაუშვათ? რას გაუშვებდით? რაც ადამიანურია, ვერაფერს ვერ გავუშვებთ. ადამიანურია ბუნება პირველობისკენ სწრაფვის, არა თუ ადამიანური, ბუნებრივიც კი არის. რა საკიდან არის პატარა თაობისთვის მნიშვნელოვანი რომ დაიწყოს საქართველოს ისტორიის შესწავლა? შესწავლა ძნელი საქმეა რომ დაიწყოს, მაგრამ რომ მოსმენა რომ დაიწყოს შეიძლება. ნახე, იავნანასავით არის რა. რაც უფრო პატარაა, მით უკეთესი. აი მე ვეუბნები გაიღვიძეთ ხო. ამ წიგნში აღვიძებს. ხო, ფაქტობრივად, ხო, იმიტომ რომ ის ყველა ბავშვში ხო გმირია. აი გმირი მაინც და მაინც კი არ ვამბობ რაღაცას უნდა მიუხდეს, ხო? იმიტომ რომ მას სურვილი უჩნდება რომ იყოს უკეთესი. ეხლა ძალიან საინტერესო იქნება მეტი мотиваცია სხვათა შორის არის ის ამბავი რომ ჩვენ ძალიან საინტერესო გადაკვეთა გქონდა.
ბატონ ნუგზარის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ავტორი გახლავთ ამ წიგნს, რაღაცნაირად ჩვენი გენერალური სპონსორი მეტიპლუის ჯგუფმაც ჩაუყარა. ხო, შემდაჭერა რაც სჭირდებოდა და მოუყვეთ ამასთან დაკავშირებით. მე 5 გამოცემა არის ეგ ჩემი წიგნის. სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა მხატვარი ყავს, სხვადასხვა რედაქტორი ყავს და მოხდა ისე რომ რამდენიმე ათეული წიგნი საჩუქრად მივიღე ამ გამომცემლობისგან. ახლა როგორც კარგად მოგეხსენებათ ყველას წიგნის ბაზარი არის გადავსებული. ხო და ვისაც ვაჩუქე ძალიან მოეწონა. ასეთი სამადლობელი სიგელი გამოაგზავნეს ბატონი ბაჩანასა და მეტიპლუსის სახელზე, რომლებმაც კი ცირეოდენი ჩვენი აზრით და მათი აზრით სერიოზული დახმარება გაუწიეთ და მადლობას გვეუბნებიან ორივეს, მეც და ბაჩანასაც. ამას მეტი мотиваციის კედელზე დავკიდებ, ხო, აუცილებლად. ხო, პირველი სამოტივაციო ამბავი რაც შევძელი. ვიცი რომ დახმარება, ჩვენი დახმარება დაჭირდება ამ წიგნის გახმოვანება მინდა. ახლა ხმოვანი წიგნები თან აქტუალურიც არის. და მინდა რომ აფხაზეთიდან ტოლული სკოლებისთვის და ბევრი არ არის და უსინათლოთა და სმენადაქვეითებულ ბავშვებისთვის რომ მსგავსი როგორც ხმოვანი წიგნი ჩაგვეწერა და დაგვერიგებინა საჩუქრად, მე მგონი არ იქნება ორიგო და არც დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. ძალიან საინტერესო. ბატონ ნუგზარ, თქვენთვის ვინ იყო ყველაზე დიდი ქართველი გმირი? საერთოდ გმირობაც წერანაც თქვი ხო სხვადასხვანაირი გმირობა არსებობს. და ყველა ერმა თავისი პირველი კაცი დაასახელა, ასე ვთქვათ. ჩვენთან დავით აღმაშენებელი გამოდგა ასეთი და არც არავის გაგვირვებია ეს ამბავი. ფაქტობრივად გადამრჩენია. მაგრამ მისი ტექნიკაც რომ შევამოწმო თავშოთ ტექნოლოგია. ადგილი არის ასეთი დიდგორის ველის სამხრეთით ჩახერგილს ეძახიან. ანუ მან ომ ბრძოლის წინ გამოაცხადა რომ გაქცევა არ დავინახო, თუ უკან გზა შეკრულიაო. ახლა შეკრული იყო თუ არა კაციშვილმა არ იცის. მაგრამ დავითს არ ქონდა სრული იმედი რომ არ დაიხევდა ქართული ჯარი უკან. იმიტომ რომ მანამდე ჩვეულებრივი ამბავია დამარცხებაც და გამარჯვებაც. ჩვეულებრივი 1000 ჯერ მოგვსვლია ერთიც და მეორეც. მაგრამ მან რო ეს იფიქრა შეიძლება გააკეთა კიდეც, მაგრამ რო იფიქრა და რო უთხრა რო ასეაო, მე მგონია ეს ძალიან წინდახედულნა ბეჯად. мотиваცია შეუქმნა უკეთესი გმირობისაკენ ფაქტობრივად. არდა ყველა მიცოდა რომ სიკვდილზე მიდიოდა. თვითონ დავითმა შეარჩია სათითაოდ. პირველი ჩემი პროფესია არქეოლოგია, ხო, მაგ განხრით ხო, გავამთავრე უნივერსიტეტი და იმდენად აღარ შეესაბამებოდა ჩემი სკოლის ცოდნა, რაც მასწავლეს იმ აღმოჩენებს, რომ მაგან გადამადგმევინა ნაბიჯი მასწავლებლობისკენ. იმდენი სიახლე იყო. იმდენად შეიცვალა ბევრი რამ, ბევრი თარიღი, ბევრი პერიოდი, ბევრი ტერიტორია და დღესაც გრძელდება ეს ამბები. ფაქტობრივად ერთი გვერდი მაქვს შექმნილი, ჯერჯერობით მარტო ჩემთვის, სადაც ვაგროვებ ინფორმაციებს, რისი გამოსწორება არის აუცილებელი. რისი? ბევრი რამის. არის ძალიან არასამართლიანი უსამართლო რუკები. უსამართლო წინადადებები. 50 წელია დაახლოებით, რაც დადგინდა, რომ უძველესი ქართული წარწერა საქართველოში აღმოჩენილი აღარ არის ბოლნისის სიონის წარწერა. ყველა სახელმძღვანელოში მაინც წერია რომ არის. სიახლეების ეშინიათ. სხვადასხვა ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გიცნობთ ფილმიდან. ეს არის ქერჩი, რომელიც საინტერესოა ისტორიკოსი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ერთ-ერთ ფილმის მთავარ როლში და ერთ-ერთ ხო. როგორ მოხდით ამ ფილმში?
ქართულად ნაცნობობით. ხო, ჩვეულებრივად ну ახლა როცა დაჭირდებათ რაღაც ხო, რაღაცას ათვალიერებენ. მე არ ვიცი ახლა ეს ჩემი იდეა, ასეთი მოსაზრება რომ ალბათ ბიუჯეტიდან გამომდინარეც. ახლა ჩემს ნაცვლად რომ იქ ვინმე სახალხო არტისტს ეთამაშა ცნობილს. თავდაბლურია თქვენ ეს. გაცილებით მეტი ჰონორარის გადახდა მოუწევდათ. ძალიან თავდაბლურია, იმიტომ რომ ვიცით რომ ერთად საუბრობთ, მე მინდა ჩემთვის პრინციპში ჰონორარის გარეშეც კი შესაძლებელი იყო რომ ეთამაშა. თანაც ესეთი მტკივნეული თემა იყო. ახლა წარმოიდგინეთ სერგო ზაქარიაძე, არის მართლა გენიოსი მსახიობი, ჯარისკაცის მამა, სოფლიოში ცნობილი ფილმი და უამრავი პრიზი და გაბედო გამეორება სავით. მაგრამ რა ვიცი, მე შევეცად, თან ამბავი ნამდვილი იყო, ეს ამბავი. კერჩი. იქ შვილს ეძებს და აქ შვილებს ეძებს. ეს ნამდვილი ამბავიდან არის აღებული, უბრალოდ რეჟისორმა ჩათვალა, რომ ბარემ შენი გვარით ითამაშეო და სახელი კი შემიცვალა, მაგრამ გვარი დამიტოვა ჩემი. მეორეც გაჭირვება, რა თქმა უნდა, ახლა ვის უხარია ახლა შვილმკვდარი მამის თამაში, ხო? გაცილებით კარგია მილიარდელი მუქეიფის როლის თამაში და არც ეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ ხომ არ გაგიჭირდებაო, მაგრამ მე ესეთი ბიოგრაფია გავიარე მეგობრებთან უბრალოდ რომ ასეთი ახალგაზრდა ასაკში ჩემ ორ მეგობარს, სამ მეგობარსაც კი შვილი ყავთ დაკარგული და ის განცდები მახსოვს მათიც და ჩემიც. ამ ფილმის პროცესში, როდესაც იღებდით, იგზენით რომ ნიჭიერება იყო თქვენში? ოხ. არა. როგორც მსახიობური, ძალიან კარგად მე მაგალითად ძალიან მომწონს და ჩვენი გადავიკვეთეთ გახსოვს. მეც არ ვარ უკმაყოფილო რო არ მოგატყუო. ყველაზე კარგი ის არის რომ არავინ არაფერს არ გვასწავლიდა. უბრალოდ მოკლედ გვიხსნიდნენ სიტუაციას, სცენარი არსებობდა, მაგრამ ძალიან ხშირად ირღვეოდა, ინტერპრეტაციები კეთდებოდა, ძალიან კარგი შემადგენლობა იყო. ძალიან ახლა უმეტესად ახალგაზრდა მსახიობების, მაგრამ ზოგადად აი ტექნიკური მუშაკებიც კი, ამფეთქებლებიც კი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ამ საქმისადმი და ну ხო ჩემი გამოცდილებით კი მე ბავშვობიდან თამაშობდი ხოლმე ეგრეთ წოდებულ მაშინდელ პიონერთა სასახლეში რაღაც როლები მაქვს და თამაშები გერმანულ ენაზეც კი. აჰა, ძალიან სპექტაკლები ხო. ასე რომ ну ჩემთვის ახლა არ იყო დიდი სირთულის როლი და გარდასახვა არ დამჭირდა რა. არ დამჭირდა. აი რაც იყო ჩემში იმის უფლება მომწეს და გამოვიდა მე. თუმცა ისევ სერგო ზაქარიაძეს მიუბრუნდე. ხო, ახლა იმის მერე არ დაემსგავსო ძალიან ძნელია. ახლა პელეს რო დაემსგავსო მაგარი რამეა, ხო? მაგრამ მსახიობს თუ დაემსგავსე ძალიან ცუდი რამეა. ბატონო ნუგზარ, მე მინდოდა მეკითხა ეს რომ ძალიან მაინტერესებს უბრალოდ ვიმოგზავროთ თქვენს წარსულში, ახალგაზრდობაში და გავიხსენოთ. კი ბატონო. ну, როდესაც მეკითხებიან ხოლმე ხა მოდური კითხვა, კურიოზი გაიხსენეო. ხო? პირდაპირ ვამბობ კურიოზი, მე დავიბადე. ხო, დავიბადე ლაგოდეხში. სადაც ნამყოფი არ ვარ. დავიბადე ახალწელს. ну, როგორც აღმოჩნდა, სტუმრად დავიბადე ახალწელს кейფს ვეღარ გაუძელი და დილის გამთენის 4 საათზე გავჩდი ლაგოდეხში. ერთხელ ვარ გავლით ნამყოფი აზერბაიჯანში ყოფნისას ჩემი მეგობრები ჩამოდი მშობლიურ მიწას ფეხი მაინც დაადგიო მეუბნეოდი. ხო, აი ესე დავიბადე და არ მქონია ისეთ ხა ბავშვი ყველა ლაღია. თუმცა რო გადავხედა სიტუაციას რეალურად, ესეთი ლაღი ბავშვობა არ მქონია. მატერიალურად ახლა მამაჩემი სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა ჩემამდე. მე რო დავიბადე უკვე პენსიაზე იყო გასული, დედა არ მუშაობდა. არც არაფერი გვაკლდა, მაგრამ რო გითხრათ რომ ესე იგი ფუფუნებაში კი არა, თუნდაც ესეთი კეთილდღეობაში ვარ გაზრდილი მეთქი არა. თავარი რაც იყო რომ ორივე მშობელიც და უფროსი ძმა სხვათა შორის, რომელიც წელს თბილისის საპატიო მოქალაქე დაირჩიეს, აი ზუსტად სამივე სამაგალითო
მოქალაქეები იყვნენ. სხვადასხვა ბევრმა არც იცის ალბათ რომელიც თქვენი ძმა და ძალიან თამაზ მოლაშვილი რომელიც ძალიან მუსიკალური 10 წლების დირექტორი არის უკვე 10 წლებია და საპატიო თბილისელმა დაირჩიეს 2025 წელს. ხო, მეც გამეხარდა და მისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისზე მზრუნველის გადასცეს დიპლომი და მიფიქრა რომ ამით დამთავრდება, მაგრამ ხო, ნამდვილი, აი თბილისელი არის ნამდვილი, იმიტომ რომ 16 წლით არის უფროსი. და ყველაფერი რაც მე გავიცანი თბილისი რო გავიცანი მისით და მისი მეგობრებით. აი კარგი აღნაგობის, კარგი ჭკუის, წესიერი ადამიანები. თუმცა ახლა ახალგაზრდობაში ვის არ უცელქია და მასაც და მის მეგობრებსაც, მაგრამ არაფერი გაუფუჭებიათ არასდროს. ხო, ასეთი მდგომარეობა და აი ასე გავიზარდე არა კეთილდღეობაში, არც გაჭირვებაში, მაგრამ სილაღეში. და რა გახდა ინსპირაცია რომ ისტორიკოსი გავხდარიყო? ვინ იყო ინსპირაცია? ისტორიკოსად გახდომას ჩემსაც არ აპირებდნენ, მე სახელმწიფო მოხელე უნდა გამხდარიყავი. ანუ პარტიული მუშაკი. ასე მამზადებდნენ და ისტორიის ფაკულტეტის გამზადებდნენ ეს. ოჯახი მერე გარემო ესეთი ურთიერთობები იყო უახლოეს წრეებში, რომ პარტიული სამუშაოსთვის მამზადებდნენ ფაქტობრივად. იყო საუბარიც კი, რომ ერთ-ერთ დიდი საწარმოს პირველ კურსელი თუ რაღაც ღლაპი ვარ რა, ასე ვთქვათ, პარტკომის მოადგილედ დაგნიშნოთ უნდაო. თორე პარტიული არა ვარ და როგორ მიგიღებთ და დაგნიშნავთო. იყო იმ დროს ეგეთი რაღაცები. ახლა სიმართლე რო გითხრათ, არც მე ვიყავი წინააღმდეგი მაგის. მაგრამ შემდეგ შეიცვალა კურსი რადიკალურად ჩემი დაოჯახების შემდეგ, იმიტომ რომ უკვე მოვყევი სამეცნიერო წრეებში, მეუღლის მხარემ იძალა, ხუმრობით, კი არ იძალა და გადამძალა და დავადექი ამ არქეოლოგიის გზას და მასწავლებლობა სრულიად შემთხვევით. ერთ-ერთი ჩემი მამიდის ქმრის დაკრძალვაზე თამადად ყოფილვარ. და იმ მამიდაშვილის დირექტორიც ესწრებოდა თავისი თანამშრომლის მამის დასაფლავებას და უთქვამს, რომ ეს ბიჭი უნდა მომიყვანოს სკოლაში ჩემზე. იმდენად ეს იყო ჩემთვის აი უცხო და უცნაური ამბავი, არც კი მიფიქრი არასდროს 26 წლის ვარ. უკვე თავი არქეოლოგი მგონია, რაღაცა პატარა ესეთი ნაშრომები, პატარა სტატიები გამოქვეყნებული მაქვს, რაღაც უკვე ოფიციალური მეცნიერის შტატი მაქვს. უკვე 3-4 წელია და რა ბიჭობ. და უცბად ასე და რატო დავთანხმდი არ ვიცი. როგორც ჩანს აუდიტორია მეძახდა. ანუ ხალხთან, რაოდენობასთან, მოსახლეობასთან, ამ შემთხვევაში ბავშვებთან საუბარი, რამდენიმე ტიპის დირექტორი მყავს გამოცვლილი. დიქტატორი, კონსერვატორი, ლიბერალიც და დემოკრატიც. ჩემ და სასიხარულოდ არც ერთს არ უსწავლებია როგორ მესწავლებია. არ ვიცი რატო, აი 4 განსხვავებული პიროვნება, რატომღაც ყველა ჩემს ნასწავლს არ აკრიტიკებდა ყოველ შემთხვევაში. ძალიან მიგვირდა. ხანდახან პროვოკაციაზეც კი მივდიოდი ხოლმე, ისეთ რამეები მაქვს გაკეთებული და ორსოთოში ხელს არ მიშლიდნენ თუ არ მოწოდოთ და საბოლოო ჯამში წინა საუკუნიდან მოყოლებული. 3 ისა მაქვს, ასე ვთქვათ, ჯილდო მაქვს. 1997-დან 2003-მდე. ასე ამდენი ხანი, ანუ ერთხელ რაღაცას მივახციე და დამთავრდა კი არა, რაღაცას ვაკეთებ. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, მაგრამ მე კი არ ვიცვლები, ნაკლებად ვიცვლები, მაგრამ ისინი იცვლებიან მომსვლელები. ის სულ იცვლება, სისტემატურად იცვლება. ხო, მათი ცნობიერებაც იცვლება, ინტერესებიც იცვლება. მაგრამ კიდევ ამბობ, უნდა გააგებინო.
ეს აქედან აქამდე ისწავლე კატასტროფაა. თუ ყველაფერს თავისი ტექნოლოგია შეერდება. თქვენ სხვათა შორის ძალიან კარგი ტექნოლოგია გაქვთ ბავშვებთან ურთიერთობის, ეს რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც სიუჟეტს ვაკეთებდით ამ გადაცემის, იქ იგრძნობოდა უკვე ის დამოკიდებულება რამდენად მარტივად წამში გაიხსენით ბავშვებთან და როგორ ყველას მოუნდა თქვენთან საუბარი, კომუნიკაცია შემდგომ. შეკითხვები გაუჩნდათ რაღაცა. კი და სხვათა შორის ალბათ გელოდებია კიდევ დარწმუნებული ვარ, მალე ესტუმრებით ამ. ხო, მე მივიდეთ, ჩვენ ხო შევპირდით რომ უკვე ნახავთ როგორ ვინ წაიკითხა, რა წაიკითხა, რა დაათვალიერა. იგი აუცილებლად ვესტუმროთ წვანის სკოლას სხვათა შორის, სადაც გავგზავნეთ წიგნები. ვაცადოთ ბავშვებს მასწავლებლებს, გაეცნო. კი, აუცილებლად. შედეგი ხო უნდა ვნახოთ. რა უნდა დაუტოვოთ ადამიანებს სამოტივაციო, რა უნდა მივცეთ, რა იქნება მნიშვნელოვანი იმ თაობებისთვის, რომელი თაობებიც ნელა მოდიან და სხვათა შორის ძალიან აქებენ ახალ თაობას. თქვენ რა სიტყვით და რა მოტივაციას მისცემთ? ნუ როგორც ამ ძველი სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი განათლების მე თაობა არ მახსოვს შეცდომების გარეშე და თაობა არ მახსოვს ჭკვიანებისა და გენიოსების გარეშეც. რა საკვირველია? ყველანაირია დღესაც. აქვს ინტერესი, мотивация, იცის რა უნდა, აკეთებს და როგორ უნდა ის იცის. სამწუხაროდ უმრავლესობა ყოველთვის ასეთი არასდროს არ ყოფილა. გატკეპნილ გზაზე მოარულებს ზრდიდით აქამდე. ახლა მეტი თავისუფლებაა. მე საბედნიეროდ რას ნიშნავს მეტი თავისუფლება? მეტი თავისუფლება არჩევანში თუნდაც. პროფესიის არჩევანშიც. საგნის არჩევანშიც, მასწავლებლის არჩევანშიც და სკოლის არჩევანში ხო და ხო. ის რომ ეს კარგია ამდენი თავისუფლება? თუ კარგად გამოიყენებ კი. ერთი იგავი უნდა მოუყვე. აუცილებლად. ეშმაკმა გაიარა და დაინახა რომ ვირი არის დაბმული. დაბმული რატოა? აუშვა, გაათავისუფლა. შევიდა ვირი ბოსტანში გადაჭამა იქავრობა. გამოვარდა ბოსტნის პატრონი ხია ვირს მოკლა. გამოვარდა ვირის პატრონი ხია ბოსტნის პატრონს მოკლა. იმის მაშვილი და ატყდა ომი. ბიჭო ეს რაკენიო მეო გავათავისუფლეო ვირიო. გააჩნია ვის, როდის და რატომ ათავისუფლებ. ანუ თავისუფლებაც არ არის სრულყოფილი ცნება. საინტერესო შედარება იყო. თუ გაათავისუფლებ, თავისუფლებას არჩევანია. უფალმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისად. ახლა მე და შენ განსხვავებული გარეგნობის ვართ. მაგრამ ორივე ღვთის მსგავსნი ვართ. რაში ვართ მსგავსნი? არჩევის უფლებაში. აზროვნების, შემოქმედების, შექმნა შეგვიძლია რაღაცის. აქედან გამომდინარე, ეს თავისუფლებაც ბევრნაირი არსებობს. მაგრამ პასუხისმგებლობის გარეშე არც ერთი თავისუფლება არ არსებობს. ეს ზუსტი თავისუფლების იდენტიფიცირება როგორია? პირდაპირ სიტყვა, ქართული სიტყვა რასაც გვეუბნება, შენი უფლება რაც არის. მაგრამ ის სხვა არ გეუბნება, რომ შენ ყველაფრის უფლება. თავისუფლებას ყველა უფლება რო ერქვას, მაშინ იქნებოდა რაც გინდა ისაკეთე. თავისუფლება, შენი უფლება, მაგრამ იქ აღარ გრძელდება, რომ ის სხვისი უფლება ხო არის იქ, კაცო. ხო და რაც გინდა ისაკეთებს ხო არის დღეს. არა, როგორ არის? დღესაც უშინაც, კიდე იქ სულ იქნება. ხო და შერევათ ხოლმე. რასაკვირველია, უპასუხისმგებლო ადამიანი თავის საქციელს თავისუფლებად ნათლავს. მე მინდა რომ ადამიანები ვიწყორებდა არ იციან ბატონო გზამოლაშვილი. ბევრმა არ იცის, თუმცა ბევრმა იცის, რა თქმა უნდა. ეს გადაცემა სწორედ იმიტომ არის, რომ ის ინფორმაცია ის ადამიანები ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს და მიიღოთ ის სიახლეები და ის ინფორმაციები სამოტივაციო მიმართულებით, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად ჭირდება და ბატონი ნუგზარი არის ადამიანი, რომელიც არაერთი წიგნის, არაერთი ადამიანის დამხმარე სახელმძღვანელოების, კი ბატონო. წიგნის და ადამიანების დამხმარე და გვერდში მდგომი და დღემდე ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, თუნდაც რადგან საუბრობთ მთელი გადაცემის განმავლობაში. ოღონდ მე ახლა მინდა ჩემ დიდ წინაპრებს შევეკამათო, რაღაცაში შევეკამათო. რადგან მათ мотиваცია მომცეს თავის დროზე მასწავლებლობის. სად ილიას უწერია თუ არ იცი სად გაჩერდა мама, შვილმა თუ არ იცის, ვერ გააგზელებს გზასო რა. და დავით გურამიშვილს ვეკამათები ხომ ხუმრობით რომ კენწეროში გატკბილდებისო.
სწავლის ძირი მწარე არის კენწერო ვერ ვნახე ჯერ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ 41 წელია ვასწავლე, ეტყობა კენწერომდე ჯერ შორს არის და ეს გატკბილდების ვერ ვნახე რა. სიამოვნებით. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ. ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო საუბარი შედგა. ესე რომ მეტი мотиваცია სრულდება და დაგვალოდეთ შემდეგ გადაცემამდე. ნახვამდის მადლობთ.